გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. დღეს სეზონის ბოლო გადაცემაა და ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოუნის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ბავშვთა კარდიოლოგი ქალბატონი მარიამ გიგინეიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო მარიამ, დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება გულის თანდაყოლილი მანკის სიმპტომები და ის თუ რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება. და მოდით ქალბატონო მარიამ დავიწყოთ საუბარი იმით თუ რას წარმოადგენს ზოგადად გულის თანდაყოლილი მანკი. გულის თანდაყოლილი მანკი ეს არის გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურული ანატომიური პათოლოგია, გულის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე. გულის თანდაყოლილი მანკი ვითარდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უფრო კონკრეტულად ორსულობის მეორე კვირიდან მე-12 კვირამდე ამ ფარგლებში. გულის თანდაყოლილი მანკი ეს არის ემბრიონული განვითარების ანომალია და თანდაყოლილ დაავადებათა საერთო სტატისტიკაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. ვიცით თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის გამომწვევი მიზეზები? გულის თანდაყოლილი მანკის გამომწვევი მიზეზების ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება გამიჭირდება და შეუძლებელიცაა, თუმცა ვიცით მოქმედი ფაქტორები, ეს შესაძლებელია იყოს გენეტიკური ან გარემო ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს ნაყოფზე მუცელტყოფნის პერიოდში და შესაძლებელია გამოიწვიოს გულის თანდაყოლილი მანკი. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ეს ფაქტორებია, მაგალითად დავიწყოთ გენეტიკური ფაქტორებით. ეს არის ნაყოფის გენეტიკური დაავადებები, მაგალითად დაუნის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, ნუნანის სინდრომი. ვიცით, რომ ამ დაავადებების არსებობა ნაყოფში და ახალშობილში ასოცირებულია კონკრეტულ გულის თანდაყოლილ მანკთან. ასევე მნიშვნელოვანია დედის ქრონიკული დაავადებები, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, დედის მიერ ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადატანილი ვირუსული ინფექციები, მაგალითად წითურა, გრიპის ვირუსი. ასევე მნიშვნელოვანია ტოქსიური ნივთიერებები, მედიკამენტები, მაგალითად ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც მოიხმარენ ორსულებიც. ეს შესაძლებელია იყოს ანტიდეპრესანტები, კონკრეტული ჯგუფის ან აკნეს საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ მოქმედებენ ნაყოფზე და შესაძლებელია გამოიწვიონ გულის თანდაყოლილი მანკი. ამიტომ ორსულობაში ყველა მედიკამენტი უნდა იქნეს დანიშნული ექიმის მიერ და თვითნებურად არ უნდა მივიღოთ. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ორსულობის დროს მშობელმა გაიგოს გულის თანდაყოლილი მანკის შესახებ? გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება ხდება ორსულობის მე-18 კვირიდან. რომ დავაკონკრეტოთ, რა და რა სახეობის არსებობს გულის თანდაყოლილი მანკი? გულის თანდაყოლილი მანკის მრავალი ვარიანტი არსებობს, ზოგიერთი მათგანი არის მარტივი, ზოგი რთული და კომპლექსური. გულის თანდაყოლილ მანკებს ძირითადად მაინც ყოფენ ორ ჯგუფად. ეს არის ციანოზური მანკები, ანუ მანკები, რომლებიც მიმდინარეობს სილურჯით და მეორე ჯგუფია აციანოზური მანკები, ანუ მანკები, რომელიც მიმდინარეობს სილურჯის გარეშე. ყველაზე გახშირებულ კლინიკურ სიმპტომებზე რომ გვესაუბროთ და რას უნდა მიაქციოს ამ შემთხვევაში მშობელმა ყურადღება? გულის თანდაყოლილი მანკების სიმპტომები საკმაოდ გავს ერთმანეთს, თუმცა განსხვავდება პაციენტის ასაკის მიხედვით და მანკის სახეობიდან გამომდინარე. ძირითადი სიმპტომები წლამდე ასაკის ბავშვებში, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ეს არის კვების დროს ადვილად დაღლა, ოფლიანობა კვების დროს, კვების შემდგომ ქოშინი, სუნთქვის გახშირება, ასევე კვების დროის გახანგრძლივება, მაგალითად თუ ერთი ახალშობილი ჭამს საკვებულ უფას 10 წუთი, შესაძლებელია მეორე ჭამდეს დაახლოებით 40 წუთი. ეს ერთ-ერთი სიმპტომია. ციანოზი, ანუ სილურჯე, რომელიც მარტივად აღსაქმელია მშობლისთვისაც და არავის არ გამოეპარება, კანის აჭრელება, კიდურების სიგრილე. ასევე ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია წლამდე ასაკში ხშირი ავადობა პნევმონიებით და პაციენტები ხშირად ხვდებიან ამ დიაგნოზით კლინიკაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ყლაპის გაძნელებაც, რომელიც ასოცირებულია ერთ-ერთ კონკრეტულ გულის თანდაყოლილ მანკთან. ეს არის უფრო წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადი სიმპტომები,
რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება. განსხვავდება თუ არა გულის მანკის სიმპტომები პაციენტთა ასაკის მიხედვით? დიახ, განსხვავდება. წინა კითხვაზე ვისაუბრეთ ჩვენ უკვე წლამდე ასაკის ბავშვებზე და ამას აღარ გავიმეორებ. ცოტა უფრო მოზრდილ, ანუ სკოლამდელ ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს უფრო სხვა სიმპტომები აქვთ. მაგალითად, ახლა კვების დროს ადვილად დაღლა, რა თქმა უნდა, აღარ არის და ძირითადად ადვილად დაღლა ვლინდება მაშინ, როდესაც ბავშვი იწყებს უფრო სერიოზულ ფიზიკურ აქტივობას. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვი ან სკოლის ასაკის ბავშვი შედის რაღაცა სპორტზე, ცეკვაზე. ამ დროს უკვე ბავშვი ადვილად იხლება თანატოლებთან შედარებით და დედაც ამჩნევს ამას. ასევე ერთ-ერთი სიმპტომია გულის ტკივილი, გულის ფრიალის შეგრძნება, გონების კარგვა, ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს. ეს არის უკვე მოზრდილებში და მოზარდებში. შესაძლებელია თუ არა მაგალითად პაციენტს ჰქონდეს გულის თანდაყოლილი მანკი და არანაირი ჩივილი არ აწუხებდეს? შესაძლებელია, არსებობს რამდენიმე მანკი, რომლის გამოვლინება არ ხდება სიცოცხლის პირველი 10 წლების განმავლობაში და სიმპტომები ძირითადად 30 წლის მერე იწყება. ამიტომ შეიძლება ბავშვს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს და ეს მშობელმა თუ მერე გაიგებს ამის შესახებ, თავის თავს არ უნდა დააბრალოს. სრულიად უსიმპტომოა ზოგიერთი მანკი, ისე რომ არც შვილი არ ისმის და თუ სპეციალურად კარდიოლოგთან არ მივიდა პაციენტი და არ ჩაიტარა გულის კვლევა, ასე შეიძლება ვერ გაიგოს. მკურნალობის მეთოდებზე რომ გვესაუბროთ, ქალბატონო მარიამ, გულის თანდაყოლილი მანკის შემთხვევაში რა მკურნალობის მეთოდებს მიმართავთ? მკურნალობის მეთოდები ბოლო ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ დაიხვეწა. არსებობს რამდენიმე მეთოდი. ერთ-ერთი არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც ძირითად მეთოდად ითვლება. ქირურგიული ჩარევა ჭირდება უმეტეს გულის თანდაყოლილ მანკს. ზოგიერთ შემთხვევაში თუ შედარებით მარტივ მანკებთან გვაქვს საქმე, პაციენტს ჭირდება მხოლოდ ერთი ქირურგიული ჩარევა და შემდგომ გამოჯანმრთელდება. უფრო რთულ და კომპლექსურ მანკებს რაც შეეხება, პაციენტს შესაძლებელია რამდენიმე ქირურგიული ჩარევა დაჭირდეს სიცოცხლის განმავლობაში. სხვა მეთოდებს რაც შეეხება, ეს არის ენდოვასკულური მკურნალობა, ანუ ქირურგიული ჩარევის განაკვეთის გარეშე მკურნალობა. ეს რა თქმა უნდა ყველა გულის თანდაყოლილ მანკზე არ ტარდება. რაღაც კონკრეტულ მანკების მკურნალობა შეგვიძლია ასე. და ამ დროს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის დრო ბევრად შემცირებულია, პაციენტს სულ 2-3 დღე ჭირდება, რომ კლინიკაში დაყოს და რეაბილიტაციაც საკმაოდ მარტივია. ასევე არსებობს მედიკამენტოზური მეთოდი, რომელსაც უმეტესწილად ვიყენებთ გულის უკმარისობის გამწვავების დროს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. რა შემთხვევაში, ან თქვათ, რა ასაკში არის მიზანშეწონილი მშობელმა მიიყვანოს ბავშვი გამოსაკვლევად გულის თანდაყოლილი მანკის გამოსარიცხად? ახალშობილების შემთხვევაში პირველი 2 თვის განმავლობაში, დაბადებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში სასურველია, რომ ჩატარდეს გულის ეკოსკოპია, რადგანაც არსებობს მანკები, რომლებიც ორ თვემდე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მერე იჩენს თავს სიმპტომები. ამიტომ მშობლის სიმშვიდისთვის და პაციენტის კეთილდღეობისთვის ყველა ახალშობილის მშობელს ურჩევდი, რომ პაციენტს კვლევა ჩაეტარებინოთ პირველი 2 თვის განმავლობაში. თუ ჩვენი შვილი გაცდა ამ 2 თვეს და ცოტა უფრო დიდია, წლამდე ასაკში ყველა პაციენტს ურჩევდი, რომ ერთხელ მაინც ჩაიტაროს გულის კვლევა. და საბოლოოდ შეჯამების სახით რა გითხრათ, რა რჩევებს მისცემდით მშობლებს? მშობლებს და მომავალ მშობლებს ურჩევდი, რომ ვინც ორსულად არის ჩაიტარონ ნაყოფის გულის კვლევა 18 კვირიდან. ასევე არ მიიღონ არანაირი მედიკამენტი მკურნალი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, რადგანაც როგორც აღნიშნეთ, კონკრეტული მედიკამენტები ეს მიღება ასოცირდება გულის თანდაყოლილი მანკის განვითარებასთან და ზრდის რისკს. რაც შეეხება უკვე მშობლებს, ვისაც პატარა ბავშვი ყავთ, ურჩევდი, რომ წლამდე ასაკში ჩაუტარონ კვლევა და დაუჯერონ პედიატრებს და უფრო სკოლამდელ ასაკის ბავშვებს, სანამ ჩვენი შვილები დაიწყებენ სერიოზულ ფიზიკურ აქტივობას, ერთხელ გულის კვლევა აუცილებელია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ საინტერესო თემაზე საუბრისთვის, ქალბატონო მარიამ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ სეზონზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.